სიყვარულით გაძლიერდით. მეტმა გაგახაროთ. რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი ცხოვრება ეს არის ჯვართვირთველობა. მთელი ჩვენი ცხოვრება ეს არის ჯვრის აღება, ჯვართვირთველობა, ჯვარის, ასე ვთქვათ, ჯვართან ჯვარის ზიდვა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია რასთან? ნებების მოთოყვასთან. ამ სოფლიურ სურვილების მოთოყვასთან, მავნეჩვევების მოთოყვასთან, ქრისტესადმის შედგომასთან, ქრისტეს ნაყვალებზე სიარულთან. აბა, ეს არის ქრისტიანულ ცხოვრებასთან. ასე არის ნათქვამი და იჩინენით სამები ამისთვისვე, რომ თუ ქრისტემანცა იღნო ჩვენთვის და თქვენ დაგიტევათ ხელი წერი, რათა შეუდგეთ კვალსამის, აი კვალთამის, ქრისტეს კვალსო შეუდგეს ადამიანი. ვინც ქრისტეს კვალს მისდევს, იგი სწორ გზაზე დგას და სხონდება. აი ესე წერია. ვისაც ქრისტეს ცხოვრება თვალწინ უდგას, როგორც ნიმუში, აი ქრისტეს ცხოვრება თვალწინ უდგას, როგორც ნიმუში რა იქ. და აი ესეთი იღწვის, შრომობს, სვალობს და წესი ცხოვრებისა ქრისტიანული ვისაც აქვს, როგორც ცხოვრების წესი, იგი მოღვაწე ადამიანი. ქრისტემ თქვა, რომ ისწავლეთ ჩემგან. პავლე მოციქული ამბობს პირველი კორინთელთან. მობაძავ ჩემ დაიქნენ, ვითარცა მე ქრისტესაო. ანუ პავლე მოციქული ამბობს, მე მომბაძავ, როგორც მე ვბაძავ ქრისტესო. და ზოგს უნდა რომ მიბაძონ მას, როგორც ის ბაძავს, არ ვიცი ვის. მე მომბაძავ, როგორც მე ვბაძავ წარმართებსო, ეს კი არ ვთქვია. მობაძავ ჩემ დაიქნენ, ვითარცა მე უწმუნოებს წარმართებს და ჰედონისტური ცხოვრებს ბაძავ. ამათ ესე მომბაძე თუ კი არა. მომბაძეთ მე, ვითარცა მე ვბაძავ ქრისტესო და ზოგი თავის პიროვნების კულტს ხადაგებს, რომ მე მომბაძეთ, რა მე ჩემ თავს წარმოგიჩნევ თქვენ და არა ქრისტესაგან მიგითითებთ. ესე ნუ იქნება. არამედ მომბაძავ ჩემ დაიყვანით და იგივე როგორც ვექტორი ქრისტეზე მიუთითებს. ანუ ქმნული შემოქმედზე მიუთითებს და არა საკუთარ თავზე აკეთებს აქცენტირებას. ამიტომ მობაძავ ჩემ დაიქნეთ, ვითარცა მე ქრისტეს. ყურადღება მივაქცევთ ამ სიტყვებს, ღვთიურ სიტყვათა თანმიმდევრობას. მერე მაცხოვარი რომ ამბობს, იცით ესეც. ვინც არ აიღებს ჯვარს, არ შეუდგება, იგი ვერ ცხონდება. ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს მოწაფეებმა ჯერ ხორციელი ვნებები და ამ სოფლიური სურვილები უნდა დათგუნონ. ნუ ეხლა რაღაცა გჭირდება, ხო? ხან ადამიანები ვართ, ხან რაღაცის სურვილი გაქვს, ხან რაღაცა გინდა, ხან რაღაცა ეს გინდა, რა ქვია, ნივთი, ხან რაღაც გასაგებია ეს, მაგრამ აი ფანატიზმი და ამაზე დაციკლა და საერთოდ აი ადამიანის ცხოვრების საზრისის დაყვანა მატერიალურ რაღაცა ბონუსებამ ეს ძალიან აკნინებს რა, ადამიანს აკნინებს ძალიან. უკვე ვნება არის, მე უკვე ვნებაში გადადის ადამიანი ამ სოფლიური სურვილების მონახტება. ესე არ უნდა იყოს ეთქო, ხო? რაც საჭიროა ხა, რაც შენ განვითარებაში ჭირდება, რაღაცა ჭირდება, რატომაც არა. თუ კი დაგეხმარება ადამიანი, ან შენ თვითონ რაღაცა შეძლებ. კარგია თუ ეს შეძლებ რომ გქონდეს. მაგრამ შენ ქრისტეს მოწაფეობაში და ცათასასწრებელისგან მიმავალ გზაზე ამან ხელი არ უნდა შეგიშალოს, ამაზეა ლაპარაკი. აჰა ესე რა ჩვენ ყოველი დაუტევეთო, ამბობს პეტრე მოციქული, გახსოვთ თქვენ, ეუბნება მაცხოვარს და შეგიდექით შენო. აჰა ესე რა ჩვენ ყოველივე დაუტევეთ და შეგიდექით შენ. აი ეს დიდარი ჭაბუკირო იყო, გახსოვთ, რომელიც ფაქტურად უარზე წავიდა. ქრისტეს მოწაფეობაზე უარი უთხრა, ფაქტურად მაცხოვარს გული ატკინა, ესე გამოდის. მაგრამ ამით შეწყდა მისი შანსი, გაუჩერდა შანსი. ის ერთხელ მიეცა, მერე კიდე როდის იქნება ეგეთი შანსი? ან იქნება ან არა. ან შეხვდება ესე გადაიკვეთება, ან არა. ის განგებულებით მიეცა ეს შანსი, ერთი უნიკალური შანსი ამ კოსმიურ განგებულებაში. გამოიჩინა მთელმა სამყარომ მისდამი მოწყალება. ქრისტე ეუბნება რომ მოდიო, დატოვე და მოდიო.
არა და იცით ახლა აღარ მოყვი დეტალები ხო ისეთ სახარებაში ვწერე და ეუბნება რომ ძნელია მართლასო ასეთი ადამიანისო შესვლა სასწავლში ორს აკლემისო ნემსის ყუთში გასვლა ნუ დიდი თოკის ტროსის ნემსის ყუთში გაძრომა აი ეს წარმოვიდგინე ეს შეიძლება მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ ეს ნემსის ყუთში გაძრომა აი წარმოვიდგინე ასევე ძნელია სასწავლში შესვლა აი აქ ჩვენ შანსი გვაქვს რომ ზუსტად აი ამ ნემსის ყუთში უნდა გავძვრეთ ეს არის ვიწრო გზა მაგრამ მაცხოვნებელი რითი ის რაც შეუძლებელია კაცთაგან ეუბნება იმ დროს გახსოვთ შესაძლებელია ღვთისაგან იმ ნემსის ყუთში გაძრომა მოწყალია ღმერთი ისე გააკეთებს რომ გახვალ გაუფრთხოლებდა გაუფრთხოლებდა და ამიტომ თუ ქრისტეს გააღმერთებ ქრისტეს თაყვანს ცევ ქრისტეს ადიდებ მაშინ გაივლი ამ ნემსის ყუთში და გაყვები მას და სადაც ის მიდის მის ნაკვალევს გაყვები და გახვალ გახსოვთ თქვენ ხო ეს დიალოგი და განლოს მას ყოველს გადაგდებას უპირებდეს გახსოვთ კლდიდა და განლოს შორის მაცა და გავიდაო ანუ ეს უკვე სხვანაირი გასვლა როგორ გავიდა ეს იგი ანუ ეს განლოს შორის მაცა და გავიდა ეს სხვა არ იყო ჟამი მისი გასვლის ანუ ესე არ იყო ესე უნდა მოხდარიყო ამიტომ იგი გავიდა და განლოს შორის მაცა აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას რომ ჩვენც ისე უნდა გავიაროთ ეს წუთისოფალი სარბიელი რო არ ვიქნეთ მინიმალური ეს უკვე დაბრკოლებებით რო გადავლახოთ ის დიდი ბრძოლები რაც ამ ჩვენ დღევანდელ ბრძოლებს ამღროულ წუთისოფალში გვაქვს და რამდენი ბრძოლა გაქვს ამაში ვცხოვრობთ ამ ბრძოლის ველი ვართ უკვე ჩვენთვისაც ბრძოლის ველი ვართ ის კი არა გარშემორტყმული ვართ ეს თავისთავად უკვე თვითონ ბრძოლის ველად ვიქცა ჩვენი სული სამშველის სხეული თლიან ჩვენი ადამიანური არსება ამისათვის ჩვენ ქრისტეს უნდა ვევედროთ რომ გაგვიხსნას გონება და თვალები აგვიხილოს იმიტომ რომ სოდვით დაბნელებული სოდვაში ადამიანი მისი სულიერი სიბრმავის ნიშნები ეწყება ახლა მე მას კი ვსახებ კონტურებს ვერ არჩევს და რაღაც სათვალეები უნდა ან რაღაცა უნდა ოკულისტთან მივიდეს ოკულისტთან არა ოკულისტთან ოკულტისტები ამას განლოს შორის მაცა და გავიდა ამას სხვა მნიშვნელობას ანიჭებენ და მაგიური მნიშვნელობით ნივთებსაც კი ამზადებენ იმისა რომ გამახსენდა ხა ეს თემას არ ეხება ეს სპეციალურ ბეჭდებს და სპეციალურ ნივთებს ამზადებენ და შიგ წერენ ამ სიტყვებს სახარებისა და საკრალურ ტექსტებს იმისათვის იყენებენ რომ მაგიური შედეგები მიიღონ და განლოს შორის მაცა და გავიდა ამას წერენ გარკვეულ ბეჭდებზე რომელსაც მაგიური წესით ამზადებენ იმისათვის რომ უჩინონი გახდნენ ანუ კი არ ხრება მაგრამ ისეთ სულიერ იმას იქნის ატმოსფეროს ხა ვინც აკეთებდა ამას აღარ დამეწყებ ამის ლაპარაკს გადის და ვერ ხედავ რა ესეთი ის მაგია შეყენება ანუ ღვთის სადიდებელ ტექსტს და სიწმინდეს იყენებს აი ესეთ მაგიურ ესა დიდი მკრეხელობა ამიტომაა დიდი ცოდვა ოკულტიზმი ხა ესეთ მოაყოლე ოკულისტი არ გინდა ოკულისტი შეიძლება როცა ჭირდება მაგრამ მაგ სულიერ ოკულისტზეა ლაპარაკი რომელზე როდესაც შენ სულიერ სიბრმავიდან განთავისუფლდები და როცა ეს სოდვის კატარაქტა გადაეფარება ადამიანის თვალებს გადაეფარება ვერაფერს ვეღარ ხედავს თავის თავს ვეღარ აცნობიერებს ეს თავის გაცნობიერება კიდევ ესევე ოკულტისტებმა დაიხუიეს და ათასნაირი დაწყებული გურჯიევი და დამთავრებული ოშოთი და გადახარშეს მთელი ეს ოპსა ცნობიერების ხალხი მოხარშეს ამ დაბიო რაღაცა პრიმიტიულ იაფასიან სულიერობაში ძალიან დაბალი დაბიო ღატაკი სულიერობაში მოხარშეს თავით ეს შოკირებული ფოკუსებით შოკის მომგვრელი ფოკუსებით რომელიც პირში ჩალა გამოგავლე და როგორი მშიერიც იყავ ისეთ მშიერი გაკტოვე ასე არის შედეგი ამის ეხლა ეს დიდი თემაა რაღაც ლექციები მქონია ამაზე წაგიწვი არ ამაზე უბრალოდ მოვიტანე რატომაც გამახსენე სულიერი ბრმებად რჩებიან თუ ქრისტესთან არ მივლენ რომელთა ეპისტოლეში დაუბრუნდა უგულისხმო იგი გული მათიო ასევე ადამიანი როდესაც ქრისტესთან მიდის მთელი ცხოვრების სიბრმავე გადის და თვალები ეხილება და რასაც ხედავს სულ სხვანაირად აღიქვამს თითქოს ყველაფერი ისევ ისეთია მაგრამ რაღაც სხვანაირია მორწმუნე ადამიანის თვალთახედვით სულ სხვანაირია ყველაფერი
აი ეს მინდოდა მეთქვა, რომ თქვენ სულიერი შანსი გაქვთ იმისა, რომ ეს თვალები აგვეხილოთ ჩვენ. შანსი უკვე აქ იწყება. ეს არის შანსი, რომ აი მოსულები ხართ, ეზიარებით, აღსარებას ამბობთ და ასე შემდეგ. და უყურებთ უფალს ჩვენ და მის ნაკვალებს მივყვები და მის საქმეებს ვხედავთ. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩვენისა წინამძღვარსა და სრულებისა მოქმედსა იესოს. ეს ნიშნავს, რომ თუ გსურს, რომ ქრისტეს მივყვეთ, მოთმინება უნდა ვისწავლოთ, რომელმა მოითმინოს, გახსოვთ ხომ? მოიპოვოს სული, ხომ იცით ეს ტექსტები? აღარ ვინდოდეთ, ის ჩემზე გიცადეთ. ამისთვის ქრისტეს უნდა ვუმზიროთ სულ. და აი ამის სულ როცა უმზერს მასწავლებელს, ზეციურ მასწავლებელს, ისწავლეთ ჩემგან მათეს სახარებაში, მე-11 შერია. და ყვალად უკეთ თუ სახლისა უფალსა ბელზებულითა ხადოდის, რაოდენ უფრო ის სახლეულთა მისთანმი არ არის მოწაფე, უფრო ის მოძღვრისა თვისისა. ჩვენ ქრისტესზე მეტი ვერ ვიხდებით. მას მისი მემილიონედი რაღაცა მაინც ვისწავლოთ. უფალმა თავიდანვე ჩანერგა ჩვენში ამის უნარჩვევა, მოგცარა ხატება, მსგავსება დაგვავალა. არა თქვენ გამომირჩიეთ მე, იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში წერია, არა თქვენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენო. ჯერ მან გვინახა, მან ყველაფერი იცის. ჯერ მან დაგინახა. შენ წარმოდგენაც არ ქო. ჯერ მან გამოგირჩია უკვე. ჯერ მან შეგიყვარა, ჯერ თუ პირველი პრინციპია, პირველი ნათელი ქრისტე უფალი. და მას სურს ჯერ სანამ შენ სრულყოფილებას მოინდომები და ქრისტეში სარწმუნოებაში გაძლევას, მას უნდა თავადვე რომ სრულყოფილება მოგანიჭოს შენ და სრულყოფილი რწმენა გქონდეს. რომელმან იგი წინა გამზადებული სამის წილ სიხარულისა დაითმინა ჯვარი და სირცხვილი. რა დაითმინა? ჯვარი და სირცხვილი. არ უნდა დაგავიწყდეს. მას შეეძლო არევნო და არ მოგტარიყო. ნებსით თვისით აღვიდა ჯვარსაზედა. ნებსით. როგორია ჯვარზეასტო ნებით. შეგიძლია არ ახვიდე, შეგიძლია ძალაუფლება გაქვს. აი წარმოიდგინე ქრისტეა, ხო? ძალაუფლება შეუძლია ანგელოსთან და ცეცხლი გარდა მოვავლინოს, არ დააფერფლოს ყველაფერი. მაგრამ ნებსით თვისით აღვიდა ჯვარსა, რათა იხსნას ცოდვისაგან დაუძლურებული ადამიანები. უცოდველი, რომელიც სიკვდილსაც კი არ ექვემდებარებოდა, ავიდა ჯვარზე. და ადამიანის ბუნება, სრული ადამიანის ბუნება იტვირთა ცოდვის გარეშე და მოკვდა და აღსგა მკვდრეთი. მოვაც მთავარი კი ამას სოფლისა და ჩემთანა პოვოს არარაიო, ვერაფერი ბნელი ძალა ამას სოფლის მთავარი ვერანაირ ცოდვას ქრისტეში ვერ პოვობს. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს სახარებაში. ასე რომ სურვილი რომ ქონოდა ჯვარზე მას ვერავინ ვერ გააკრავდა, მაგრამ ესე იყო თავდიდგანვე ჯერ კიდევ ქვეყნიერების შექმნამდე განზრახული ერთის კიდევ ხელმეწიფების დადებად მისა და ხელმეწიფების ყვალად მოგებად მისა. სიცოცხლისა ჩემიო ამბობს ქრისტე. მაგრამ მან დაითმინა ჯვარი. ანუ არა უბრალო სიკვდილი, არამედ სასირცხვილო სიკვდილი და ესე გამამცირებელი სიკვდილი, სირცხვილი სასირცხვილო ჯვარზე გაყრა. ეს იყო ძალიან დამამძაბლებელია ესეთი სიკვდილი რა. ძალიან კიბნეული და უსაშუალო ტანჯვის მომივი. აი ესეთი ყველაფერი მან მიიღო. რათა ჩვენ გავენთავისუფლებით სირცხვილი შეურაცხო მან და სიკვდილი შეურაცხო. უგულებელს ყო მწუხარება, ვინაიდან ყოველივე ეს მწუხარების გარეშე დაითმინა და ჩვენ მოგცა სიხარული და სახარება ყია ამას. სახარება სიხარული. და მარჯვენით საყდართა ღვთისათა დაჯდა ამაღლდას ეცად, ხო? ხომ ხედავთ, ბოლომდე დათქმენისა სად მივყავართ? აი ქრისტესთან გვერდზე ყოფნას მივყავართ. ბოლომდე დათქმენას, ღმერთთან ახლოს ყოფნას გვიქადის და ეს არის გზის გახსნა. რაც მისთვისა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა ხორცით იგი. ამრიგად ქრისტეს ზალუც თქვენც მოგაგოთ, აღამაღლოთ და მოგცეთ გზის გახსნა და ნებისმიერ დამყოლების გადალახვა. დათმენილი ამა ცხოვრების ჯვარპირთოლებასი, დაჭერება, კრიზისი და ასე შემდეგ ყველაფერზე. და მარჯვენის ჯდომა მამასთან მას თანასწორობას აჩვენებს. მადლი უფლისა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.